სალამი ლევან, სალამი მაყურებელო. დღეს 18 აგვისტოა და ფედოროვი თავის ინტერვიუში ამბობდა, რომ ზელენსკის დღეს ბოლო დღე ექნება ფედოროვის დაბრუნების ან არ დაბრუნების. ჯერ არ ყოფილა ნიუსი დაბრუნა, არ დაბრუნა, სავარაუდოდ არ აბრუნებს და მე პირადად ამაში ვხედავ საბოტაჟის ნიშნებს ზელენსკისგან ძალიან ბევრი, ნუ მინიმუმ 3 ისეთი საკადრო გადაწყვეტილებები ქონდა, რომელიც მიანიშნებს საბოტაჟს. ბუდანოვი მაგალითად თავის კაბინეტში რო წაიყვანა, იმის მერე ისეთი ძალიან რთული და სასწაული ოპერაციები, როგორიც პაუტინა იყო და რაღაცაები, ბევრი აღარ გვსმენია იმის მერე და საერთოდ ბუდანოვზე ცოტა გვსმენია. ახლა იგივე კიდე გადაცემა მქონდა გადაღებული, სადაც ბოლო 6 თვის განმავლობაში უკრაინის საოცარ გამარჯვებებზე ვლაპარაკობდი და ეს ყველაფერი საოცარი გამარჯვება რო იმაზე იყო მიბმული, რომ ფედოროვზე და მის ურთიერთობაზე ამერიკასთან და ახლა მე აიყვანეს და ფედოროვი გადააყენეს. ამაზე მინდა ვისაუბროთ დღეს. ნუ კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და მსმენელს და მართლა ძალიან რთული თემა არის ალაპარაკოთ. კი. ზოგადად რთულია, როდესაც მე იმ სახელმწიფოზე საუბრობ, რომელსაც მეგობრად მიიჩნევ სახელმწიფოსაც და ხალხსაც ამ შემთხვევაში. აუცილებლად. და რომელსაც გადამრჩენად თითქმის არა უბრალოდ მეგობრად, არამედ რუსეთისგან გადამრჩენად. რომელსაც გულით და სულით გულშემატკივრობ იმ უსამართლო ომში, რომელიც რუსეთმა წამოიწყო და ამ სისხლიან ომში. მხოლოდ უსამართლობა რო იყოს, რა უჭირს, ხო? ძალიან დიდი არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში არის განსაკუთრებით დიდი მსხვერპლი და ასე შემდეგ. ჩვენ მორიგად სამწუხაროდ ეს რაღაცა სისტემად იქცა თითქოს უკრაინული პოლიტიკის მაღალ ეშელონებში აი ესეთი საკადრო გაუგებარი გადაწყვეტილებები, როგორც მინიმუმ. რბილად რო ვთქვათ, ხო. რბილად რო ვთქვათ, გაუგებარი გადანაცვლებები, ძალიან გაუგებარი გადაწყვეტილებები, რომელთა უკან მე მოჩანს ხოლმე როგორც წესი კორუფციული კუდი თუ ყურები თუ როგორც არის გამოთქმა, ხო? ყვალი მოჩანს. არა მხოლოდ ერმაკი, იქ კიდე სხვაებიც არიან, ხო? აი ეს ისრაელში გაქცეული ბიჭები მაგალითად. კი. რომლებიც შეიძლება ერმაკზე უფრო მეტი გავლენითაც კი სარგებლობდნენ, თქვათ, იგივე ზელენსკის. და იმ ჯგუფიდან, რომელიც ამ მიდასის საქმეშია, უმეროვია ერთ-ერთი, რომელიც იყო გადაყენებული და ახლა კი ისევ აღადგინეს და დანიშნეს ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებებზე ამერიკასთან ურთიერთობა თუ რაღაცა მსგავსი და ანუ კორუფციაში უკვემხილებული და საქმე რო არსებობს ისეთი ადამიანი ამერიკასთან ურთიერთობაში რატომ უნდა დააყენო, ძალიან არ მესმის. არა, ეგ გასაგები არის. ეგ უმეროვის თემა სწორედაც რომ გასაგებია, იმიტომ რომ უმეროვი შეიძლება ჩვენმა მაყურებელმა არ იცის, მაგრამ არის ამერიკის მოქალაქე. და მთელი თავისი დღევანდელი ბიზნესები, დღევანდელი რაც არის, გადატანილი აქვს ამერიკაში და ამერიკის რეზიდენტი აქვს, მე რამდენადაც ვიცი, კონკრეტულად ფლორიდის. ეს არ შორის იმას, რომ შენ კორუმპირებული არისო. არა, მე ხო მაგას არ ვამბობ. უმეროვის რაღაც საკადრო მოძრაობა კიდე რაღაცას ექვემდებარება, რაღაცა ახსნას, თქვათ, იგივე ამერიკელებთან რაღაცა ურთიერთობების დალაგებას. აი დანარჩენები ცოტა ძალიან უცნაურია. ბოდიში რაღაცას ვიტყვი. ისეთი ინფორმაციაც გავცელდა მე ამაზეც მქონდა რომ სანამ ფედოროვს გადააყენებდნენ, მას ჰქონდა მოლაპარაკებები მასკთან აწარმოებდა, ანუ მასკს რაღაც მომენტში ხო გაათიშინა რუსეთისთვის სტარლინკი. მერე თხოვა, რომ იმ კონკრეტულ წერტილებში, სადაც მე გეტყვი ჩამირთეო და მე უნდა გავანადგუროო ბალისტიკურების გამშვებები, იმ სადაც ჩამირთავო. და ამაზე რო ელაპარაკებოდა მასკს ისე, ზელენსკის უთქვამს
ახლა მილიონი პროცენტი დარწმუნებული რომ ეს სიმართლეა არ ვარ, მაგრამ ახლოს არის ჩემი აზრით სიმართლესთან და ჩემი ინტუიციით. ზელენსკის უთქვამს, მე მალე ამერიკაში ჩავდივარო, აი ხა ბოლოს რო იყო იმ და მე თვითონ დაველაპარაკებიო მასკს, შენ ნუ ელაპარაკებიო. მასკს უთქვამს, მე ზელენსკის არ დაველაპარაკებიო ამ თემაზე, იმიტომ რომ ზოგადად ზელენსკის არ ველაპარაკებიო და ამის მერე მოხდა უმეროვის გადაყენება. მასკს რო კორუმპირებულ ადამიანებზე ძალიან დიდი ალერგია აქვს, ვიცით, ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ ითანამშრომლა თუ იმუშავა სახელმწიფოზე და იმაზე იმუშავა, რომ კორუმპირებულები აღმოეჩინა და გაეგდო სახელმწიფო სტრუქტურებიდან და ანუ მისი განწყობა ზელენსკის მიმართ ჩემთვის გასაგებია. და აი ასეთივე ნახე კორუმპირებულ ადამიანს იქ მას კი გეუბნება კორუმპირებულს არ დაველაპარაკებიო და შენ იღებ და ამერიკასთან ურთიერთობაში კორუმპირებულს ნიშნავ. ესეც საბოტაჟის ძალიან გავს საბოტაჟს და ისეთ ახირებას, როგორიც არაერთხელ ქონდა უკვე ზელენსკის, როცა ამოუხტებოდა ხოლმე ტრამპს უაზროდ სადღაც. მოდი უმეროს რაც შეეხება, მოდი ჩვენ მაინც ჯობია ფეოდოროვზე ვილაპარაკოთ, უმეროს რაც შეეხება ორი სიტყვით ვიტყვი. უმეროვი ამერიკელებთან ურთიერთობაში დღეს არ დანიშნულა. უმეროვი უკვე თვეებია, მე მგონი უკვე წელიც კი არის, აი ტრამპის შემდეგ. უმეროვი ამერიკელებთან მოლაპარაკებებში გამოჩნდა მაშინ, როდესაც დაიწყო სამხრივი მოლაპარაკებების მცდელობა, თუ გახსოვს, როდესაც რუსების და უკრაინელების ერთად დასმის მცდელობა იყო, ხო, ხან არაბეთში, ხან ფლორიდაში და ასე შემდეგ. დიმიტრიევი იყო წარმოდგენილი, გახსოვს, ხო, იმ რუსული მხარიდან, აი ეს დიმიტრიევი რო არის. და უკრაინულ მხარიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა ბუდანოვი და მე როგორც ვიცი, ბუდანოვის თხოვნით იყო უმეროვი ჩართული ამ საკითხებში, იმიტომ რომ როგორც ჩანს უმეროს აქვს რაღაცა გარკვეული გავლენები. რაც შეეხება იმ ნაწილს შენი თხრობის მათ მე მგონი საკმაოდ ღია წყაროებში იყო დაფიქსირებული ეს კონფლიქტი, რომელიც შენ აღწერე. ამაზე ეს ძალიან დამალულიც არ იყო. მაგ სიტუაციას აქვს გაგრძელება, სამწუხარო გაგრძელება. აი ყველაფერი იმის შემდეგ, შენ ზუსტად აღწერე თვითონ პროცესი, აი ფეოდოროვი მასკთან რო მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მერე გარედან, ასე თქვა, ზელენსკის ინიციატივის გამო შეწყდა ეს მოლაპარაკებები, მოდი ასე დავარქვათ. და შემდეგ არ განახლდა მიუხედავად იმისა, რომ ფეოდოროვმა ცადა უკვე გადაყენებულმა ფეოდოროვმა. მე უსმინე მის ვრცელ ინტერვიუს, არ ვიცი შენ ქონდა თუ არა საშუალება, ერთ-ერთ უკრაინელ ბლოგერთან დაახლოებით საათნახევარიანი ინტერვიუა, ძალიან რეზონანსული ინტერვიუ იყო, რომელშიც ის ამბობს, რომ მან გააგრძელა მასკთან აი ამ თემაზე საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ უკვე ასე ვთქვათ მიზანი მიღწეული არ იყო. ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ მასკმა აი წარმოიდგინე ერთი წუთი რომ თანხმობა მიცავ, თქვათ, რომ იმ სამიზნეები, ლეგიტიმური სამიზნეები, ხო, ეს გადაწყვეტილება რის საფუძველზეა მიღებული? კერძო პირი ფეოდოროვის თხოვნით? გადაყენებულის რა თქმა უნდა. არა, მასკი წარმოიდგინე ერთი. არა, მე გეუბნები აი დღეობით, ხო? აი ფეოდოროვმა, უკვე გადაყენებულმა ფეოდოროვმა თხოვა, რომ რაღაცა ისე გამოვიდა, რომ აი ჩემი ხათრი მაინც გავაგრძელოთო, ხო? ხო და ნუ ხათრი და მეგობრობა გასაგებია, მაგრამ არა, ამას რა თქმა უნდა მას კი უკვე ვეღარ იზამდა, მაგრამ არ უნდა გადაყენებულიყო ფედოროვი, ამაზეა საუბარი. ხო და არა, მე უბრალოდ მინდოდა შენ ეს ამბავი არ მოყევი და მე მინდა რომ მაყურებელმა ეს ამბავი იცოდეს. ჩვენ ხო ამბავს უყვებით მაყურებელს, არა? ჩვენ უბრალოდ ერთმანეთში ხო არ გვაქვს საუბარი, არა, რაღაცა ინფორმაციაც უნდა მივაწოდოთ და ინფორმაცია სწორედ ამაში მდგომარეობს. სამწუხაროდ ეს აი ეს მიმართულება გაჩერდა. მოდი ასე ვთქვათ და დღეს გვაქვს ის, რაც გვაქვს. თუმცა აქვე მინდა დავამატო, რომ ამით ამერიკელებთან თანამშრომლობა არ შეწყვეტილა. უბრალოდ ნაკლებად ეფექტიანი გახდა ბევრად.
ამაშია მთელი ამბავი, რომ ნაკლებად ეფექტიანი რა გახდა. თქმა უნდა, რა თქმა უნდა. უბრალოდ სწორედ მაგის თქმა მინდოდა. მე ვფიქრობ, ჩვენი მაყურებელი საკმარისად მომზადებულია იმისთვის, რომ კარგად გაიაზროს, რომ ასეთი ნაბიჯები, როდესაც ასე ვთქვათ, ყველა დაახლოების შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციასთან ჩვენ ხედავთ, რომ რამტკივნეულად მიდის ეს პროცესები, ხო, დაახლოება და აი მე თითქოს აი ბილიარდის ბურთები დაეჯახება კი, ერთმანეთზე კიდევ კი, უკან ამოხტება, მიდის უცებ ეს რაღაცას პროცესი. გააკეთებს და კი. და ყოველთვის თავიდან ეს ბრალდებოდა, მე ვგულისხმობ მეინსტრიმ მედიაში და ფართო საზოგადოებრივ წრეებში ბრალდებოდა, მოდი ასე დავარქვათ, ტრამპის და მისი ადმინისტრაციის ექსცენტრიულობას. ხო, მოდი ასე დავარქვათ რა. მეინსტრიმ მედიაში კი, მაგრამ მაგრამ ჩემ არხზე და ჩემ არა, მარყურებელმა. ნუ ხო, მაგრამ როგორც გინდა ხარი ხა საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებს ეს. იმიტომაც ქვია მეინსტრიმ მედია, ხო? და ეს ყოველთვის იყო წარმოდგენილი როგორც ან ტრამპის ადმინისტრაციის რაღაცა ექსცენტრიულობა უკეთეს შემთხვევაში, ან უარეს შემთხვევაში ტრამპის რაღაცა თითქოს სიმპათიები პუტინის და რუსეთის მიმართ. მაგრამ ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ ეს ყველაფერი ხუხულასავით ჩამოიშალა, ხო, ეს ნარატივები, არა? არც რუსეთის ფანი და არც პუტინის ფანი არ აღმოჩნდა, რბილად რო თქვა, ტრამპი პირიქით, ძალიან პირიქით, ხო? და არა, სასტიკი. ექსცენტრიულობაც, რა თქმა უნდა, ტრამპს აქვს, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ ეს ექსცენტრიულობა არის მულიაჟი რაღაცა უფრო მნიშვნელოვანის და უფრო სერიოზულის წინ წასაწევად. ასე რომ და სინამდვილეში ძალიან თანმიმდევრულია. და თუ გააყვებით აი ძაფს, ხო, აი ძაფს და აი ამ ყველანაირ იმას გვერდზე გადავაგდეთ, ხო, აი ამ მულიაჟებს და ასე შემდეგ, მაშინ დავინახავთ, რომ უკრაინისა და შეერთებული შტატების ურთიერთობები ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე სამწუხაროდ მიდის სწორედ იმ კალაპოტს არ ვიტყვი, სწორედ იმ ის ნარატივი მართლდება, რომელსაც იმთავითვე ტრამპი და მისი გარმოცვა აკეთებდა შეფასებას, ხო? კი. და ეს და ყოველთვის ეს უკავშირდება რაღაც კორუფციულ მომენტებს. აი, ყოველთვის, აბსოლუტურად ყოველთვის უკავშირდება კორუფციულ მომენტებს. მე მოდი შენის ნებართვით ჩამოთვლი, რომ შევახსენო, ხო? წინა ისტორია, აი ამ ესე იგი, ჯერ პირველი და სერიოზული დაპირისპირება ტრამპსა და ზელენსკის შორის ბაიდენი ბურიზმის თემაზე. გაიხსენეთ? ტრამპს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ბაიდენმა თავისი შვილი ბურიზმაში კორუფციულად გაამწესა და ამაში, ასე ვთქვათ, რაღაც ქართულად რა ქვია, ატკათ, არც კი ვიცი ქართულად რა ქვია, ხო? ინგლისურად ქვია cashback, ხო? დაბრუნება. მაგრამ ატკატი მე მგონი ყველას ესმის და ჯობია ესე ვილაპარაკოთ, არა? და ამით იყო გამოწვეული ძალიან და ამას მოყვა იმპიჩმენტი, გაიხსენეთ, ტრამპის იმპიჩმენტი მოყვა. აი ამ ინფორმაციის გაჟღერებას და თან ეს იმპიჩმენტი გამოიყენა დემოკრატიულმა პარტიამ, რომელთანაც ზელენსკის ჰქონდა რაღაცა სპეციალური ურთიერთობები, მოდი ასე დავარქვათ რა. ზედმეტად ამ პარტიასთან სპეციალური ურთიერთობები თავისი ელჩის მეშვეობით, ქალბატონი მარკაროვას მეშვეობით, შემდეგი ძალიან თვალსაჩინო ამბავი იყო ეს უკვე ტრამპი როცა მობრუნდა მეორედ ნაბუს გაუქმება, გახსოვთ ალბათ, ხო? ეს იყო შარშან ზაფხული, ზუსტად წელიწადზე ცოტა მეტი გავიდა, ესე არ არის, და შემახსენე ელისო თუ მეშლება. აი ამ ანტიკორუფციული ბიუროს გაზაფხულზე, ხო? ნუ რაღაცა წელიწადი და 3-4 ცოტა მეტი არის, ხო, გასული. ანუ ესე იგი ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმება, რომელსაც აფინანსებს შეერთებული შტატები და რომელიც არაფორმალურად არის პირდაპირი კონტროლის ქვეშ შეერთებული შტატების, ხო?
და ბუნებრივია ამ ბიუროს მეშვეობით შეერთებულ შტატებს და მის ადმინისტრაციებს შეიძლება სხვადასხვა მიზნებით წინა ადმინისტრაციას და ეხლანდელ, მაგრამ მათ აქვთ ინფორმაცია რა ხდება უკრაინაში. სრული ინფორმაცია აქვს. კი. ამ ვითარებაში ჯერ გაუქმება, მერე სავარაუდოდ ძალიან მკაცრი ზარი ვაშინგტონიდან, რასაც მოყვა ერთ დღეში თუ ორ დღეში აღდგენა ისევ. ეს საერთოდ out of my გონების მიღმა არის რა, საერთოდ ესეთი ქცევა. ივანიშვილი აკეთებს ხშირად ასეთ რაღაცებს. ხო, შემდეგ ეს ერმაკის ეპოპეა, შემდეგ გამახსენია ეს გვარი ზელენსკის მაკაცის ისრაელში რო გაიქცა. მინდიჩის ეპოპეა, ეს დროში ძალიან მიდგმული იყო ერთმანეთზე. უпростоრ ჯერ მინდიჩის ამბავი იყო, თუ არ ვცდები და მერე მოყვა ამას ერმაკის წასვლა. ყველა ეტაპზე იყო შეპირება, რომ იქნება გამოძიება, იქნება ისა დაიჯებიან ვიღაცა ტიპები, არავინ არ დაჟილა, არავინ არსად ისა, ხო? ერმაკიც კი გადაყენებულია თითქოს, მაგრამ ფორმალურად, იმიტომ რომ რეალურად ძალიან ბევრი რაღაცის უნდა წესით ავტომატურად ხელში ეხლა იჯდეს აკოპში სადღაც დონეცკის ოლქში, მაგრამ არ ზის. დღემდე როგორც მუშაობდა, ისე მუშაობს, ოღონდ ფორმალურად. როგორც დღემდე არ არიან დაჟილები მინდიჩის და თუ არ ვცდები მეორე იყო გვარად ან ცუკერმანი, ან ცუკერბერგი. იქ ორნი იყვნენ. მინდიჩი და კიდე ერთი იყო. ცუკერმანი იქნებოდა, ხო, იმიტომ რომ ეს სახარს ეძახიან და ცუკერმანი. ხო, ცუკერმანი, ხო და ორივე მე შეგახსენებთ, შეიძლება ბევრს არ ახსოვს, სასაზღვრო პოსტებმა გაატარეს დილის 4 საათზე, მაშინ როდესაც წესით საზღვრის გადაკვეთა არ ხდება. სასაზღვრო გამშვები პუნქტები დილის 4 საათზე არ მუშაობენ. ესე იგი, კიევიდან ვიღაცამ, მოდი ვიღაცებმა იმარჩიებდნენ, ვინ იყო ეს ვიღაცა. ანუ ისეთი ტიპი, რომელსაც სასაზღვრო ძალები ემორჩილებიან. მეტა ვის ემორჩილებიან სასაზღვრო ძალები, ხო? რომლებიც ომის დროს არიან ერთიანი, გაერთიანებული, შეიარაღებული ძალების ნაწილი, ასე არ არის? კი. იღებენ დავალებას, რომ ორი ადამიანი გაატარო. ამიტომ ვეძახი მე ამ ყველაფერს საბოტაჟს და მე მგონი არ არის გადამეტებული ეს ჩემი. და ისევ მოტრიალებული სიტუაცია, ბევრად, ასე იგი, ამის შემდეგ იყო ეს ფედოროვის დანიშვნა, ძალიან კარგი გამოხმაურება, არ მარტო ვაშინგტონში, სხვათა შორის, იგივე ევროპულ დედაქალაქებში ძალიან ენთუზიაზმით შეხვდნენ, იმიტომ რომ მე ორი ინტერვიუ ნახე ამ კაცის შესრულებით და ნუ მართლა ისე გამოცხადება, რაც მინისტრი აღარ არის, მე ყველა თავისკენ ეძახის, აქით მოდი, აქით მოდი, ჩვენთან იმუშაო, ის. ხო, არის ძალიან ესეთი კარგად უჭრის ენაც, კარგად უჭრის გონებაც, არის ახალგაზრდა შემართებით და მართლაც აი სრულიად ის რომ დრაპატი დანიშნა მთავარსარდლად, ეს იყო ჩემი აზრით გადაფარვა ფედოროვის რაღაცა გადმოაგდო. ხო, რაღაცა გადმოაგდო, თორე არ მგონია რომ დრაპატი დაენიშნა სხვა სიტუაციაში. არ მგონია კი არა დარწმუნებული ვარ რომ არ დანიშნავდა სხვა სიტუაციაში ის დრაპატის, ის იზოლებული გახდა რაღაცნაირად საერთო სახალხო უკმაყოფილება ჩაეკრო და მე შეგახსენებთ რომ ომის შემდეგ პრაქტიკულად პირველად რაც ომი დაიწყო, იყო ეგრეთ წოდებული კარტონი მაიდანი, მაგრამ ის ცოტა სხვა მოთხოვნები იყო. პირველად იყო, როდესაც რამოდენიმე დღის განმავლობაში მთელი უკრაინის მასშტაბით გამოდიოდა ხალხი ქუჩაში ფედოროვის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით და ის რომ ეს მიტინგები შეწყდა, ისევ ეხლა ჩემი შესაძლებელი არ არის, კარგია თუ ცუდია. ისევ ფედოროვის
მოწოდება იყო იმას თაობაზე, რომ მოკლედ მე თვითონ დავალაგებ ამ სიტუაციას, ხალხო თქვენ შედით სახლებში და ასე შემდეგ. აი, თელი უბედურება ამ სიტუაციის რა არის, იცი, ელისო? რომ ჩვენ მივეჩვიეთ აქ საქართველოში, რომ ეგრეთ წოდებული ხელისუფლება აბსოლუტურად არ ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე. არა მხოლოდ თავისი პოლიტიკური ოპონენტების წინაშე, არამედ თავისი მომხრეების წინაშეც აბსოლუტურად ანგარიშვალდებული არ არის. აი საერთოდ არ მიაჩნიათ რომ ადამიანებს რაღაცა უნდა აუხსნან. ყველაფერს მაღალ დიდ პოლიტიკას ავირო დავანებოთ, აი ახლა ნახევარი საქართველოს წყალმა წაიღო და რამე ასე ვთქვათ, არტიკულირებული ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისაგან არაფერი. დაწყნარდით ყველაფერი კარგად იქნება. ნუ რაღაც აი ამ დაგვარი ისიც მერის დონეზეა რა. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ თითქოს უკრაინა დემოკრატიის ხარისხით ბევრად წინ არის, ხო და წინ წასულია და მე მინდა რომ ყველაფერი კარგად გქონდეს ამ ქვეყანას. მაგრამ აი ამ შესანიშნავ მებრძოლ ქვეყანაშიც არავინ არ თulis საჭიროდ რომ გამოვიდეს და რაღაცა განმარტება გააკეთოს. არ აკეთებენ ესე იგი ერთი თავდაცვის მინისტრი კორუფციული საქმეების გამო გაუშვეს სამსახურიდან. რეზნიკოვს გულისხმობ. კი. გახსოვს კვერცხების ეგრეთ წოდებული კვერცხების საქმეა რა. გაუშვეს, გამოძიება იქნება, არაფერი რეზნიკოვი მაპატიეთ ეგეთ გამოთქმისათვის ხოშიანად გრძნობ თავს, სადღაც მე მგონი ლონდონშია თუ სადღაც, ხო, ევროპაშია თუ სადღაც და მშვენივრად ის გამოძიება ან მიმდინარეობს, ან არ მიმდინარეობს. ერთი, მეორე გახსოვს იქ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საქმე იყო. აღარაფერს ვამბობ ამ ერმაკებზე და აი ამეებზე. არაფერი განმარტებაც არ კეთდება. ნახე, ეს საშინელი ბუსიფიკაცია, რომელსაც ძალიან ამაზრზენი ფორმა აქვს. აი რამოდენი ხანია ამაზე მიდის მთელი ქვეყანა, რომ ეს ასე არ შეიძლება, სხვანაირად უნდა გაკეთდეს და ამასაც რომ ანუ არავინ არ თulis დღემდე, აი როგორც კოცებმა არ ჩათვალეს, რომ წყალდიდობაზე ან რამეზე უნდა ელაპარაკონ, რომ ბუსიფიკაციაზე რამე თქვან და რამენაირად ან გაამართლონ, ან გამოასწორონ, ან რაღაც. კიდევ ერთხელ ბუსიფიკაციას რაც შეეხება, სხვათა შორის ეგ ნარატივი რომ გავრცელდა, რომ თითქოს ბუსიფიკაციის გამო მოხდა წინ დაპირისპირება და რაღაცა ეს მე მგონია რომ ეს არის ოფიციოზის მიერ შემოგდებული ამბავი. იმიტომ არა, ბუსიფიკაცია მანამდეც მერეც და ახლაც დღემდე პრობლემაა, რომელსაც არავინ არ თulis საჭიროდ რომ მიიღოს. სირსკისა და ფიოდოროვს შორის ბუსიფიკაციის გამოც იყო მათ შორის განსხვავება, აზრთა განსხვავება, მაგრამ ბუსიფიკაცია იმ ჩამონათვალში იყო, რა ვიცი, ალბათ მე-10-მე-15. რა პრეტენზიებსაც ფიოდოროვი უყენებდა ფიოდოროვი იყო იმ რეფორმის ავტორი, რომელიც არ ჩატარდა, რომელიც ამ ბუსიფიკაციას მოაგვარებდა. გასაგებია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ბუსიფიკაცია, რომელიც სერიოზული პრობლემა არის უკრაინისთვის, აი იმ ჩამონათვალში იყო ალბათ მე-3, მე-4, მე-5. არა, ეს მეცენ არა ანგარიშვალდებულებაზე რო ელაპარაკე, იმას მივაყოლე, რომ კიდე ერთი ძალიან რთული თემა, რომელსაც ეგეც ანგარიშვალდებულებას უკავშირდება, კაცო. თავდაცვის მინისტრი გამოდის და იძახის, რომ შეიარაღებულ ძალებში მთავარი პრობლემა არის კორუფცია. იძახის ამას ამბობს ადამიანი, იმიტომ რომ უმაღლესი რას ნიშნავს კორუფცია? იქ იმის დონეზე შეიძლება იყოს კორუფცია, არ ვიცი, 10 მეთაური რიგით ჯარისკაც 2 დღით გაუშვებს უვალნენიეში თუ 1 დღით გაუშვებს, იქ იმან ქათამი უნდა მიუტანოს თუ ჭადი თუ ორივე ერთად, ხო, ამ მეთაურს, მაგრამ როცა კორუფციაზეა ლაპარაკი, ამ დონეზე ხო არ არის საუბარი, არის კორუფციაზე უმაღლეს ეშელონებში. ვინ არის უმაღლესი ეშელონები? ეს არის სარდლობა რა. დივიზიების, ბრიგადების მეთაურები და ასე შემდეგ. რაზეც არის ლაპარაკი, 4 წელია არის ლაპარაკი, ხო?
და მარტო ფეოდოროვი არ ლაპარაკობს მაგაზე. ლაპარაკობდა აქამდე, არ ვიცი, ეხლა გააგრძელებს თუ არა საუბარს, იგივე დრაპატი. ლაპარაკობდა კიდევ ერთი გენერალი რო ყავთ, ახალგაზრდა ბილეავსკი კი არა, მაინც რა გვარია, რაღაც ეგეთი გვარი რო აქვს. კი, ბილეავსკი მე მგონი, ხო? ბელეცკი, ბოდიში ვიხდი, ბელეცკი. ეს არის, ასე ვთქვათ, უმაღლესი ეშელონის გენერლები, ესენი არიან გენერლები, ახალგაზრდა გენერლები, რომლებიც სულად კონკრეტულ პრეტენზიას უყენებენ ეგრეთ წოდებულ ძველ გვარდიას, ხო? იმ თანამედროვე უკრაინა საბჭოთა უკრაინას. შეგვიძლია ასე? ხო, კი, რა თქმა უნდა. და აქ გინდა თუ არა ძალაუნებურად, ხო? გაგახსენდება და ეს მეხსიერება ამოატივტივებს აუცილებლად რა ხდებოდა ომის დაწყებამდე უკრაინაში. როდესაც შექმნილი იყო ანტიკორუფციული საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობდა მიხეილ სააკაშვილი. და ამ ანტიკორუფციულმა საბჭომ მოამზადა, ესე იგი, შექმნიდან სულ რაღაც 2-3 თვეში ღონისძიებების გეგმა, მაშინ ჯერ ომზე არ იყო ლაპარაკი, ღონისძიებების გეგმა, რომ სისტემური კორუფციის დამარცხებისკენ წასულიყო ქვეყანა, უკრაინას გულისხმობ. და ეს გეგმა რა ჩაშალა. ამოდებული სუფრის ქვეშ. ხოსია რა. კი, ზელენსკი მიუხედავად იმისა, რომ მიშას პასპორტი ზელენსკიმ აღუდგინა, ეს ზელენსკიმ ჩაშალა. ხო. ჩაშლა გამოდის, იმიტომ რომ არც იქეთ, არც აქეთ, ხო, არც ხო უთხრეს, არც არა უთხრეს, ესე გაიწელა დრო, თვეები გავიდა და ფრონტოზე ნახე ახლა ეს კორუფცია. ჩავთვალოთ, რომ მათი შიდა საქმეა, მაგრამ ჩვენი საერთო საქმეა ომი რუსეთთან და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ იგივენაირი ძალიან კორუმპირებული ვიღაცა გვაზის თავზე, მაინც მე ვთვლი, რომ ამ ომში ჩვენ ერთად ვართ, რუსეთთან ომში. ყოველ შემთხვევაში, ხალხის დონეზე და საზოგადოების დონეზე. აი ეს ჩვენი საერთო ომი რამდენად შავდება თუ არ შავდება. გამოცხადებული იყო ეს 40 დღიანი ულტიმატუმი რუსეთისთვის და ამ 40 დღეში უნდა მომხდარიყო ის, რომ რუსეთი იძულებული გამხდარიყო, რომ რაღაცნაირად დასვან მოლაპარაკების და ესე იგი დავუბომბეთ ბენზინგასამართები კი არა, ბენზინგადამამუშავებლები და იმ გადამუშავების რაც მანამდე ქონდა რუსეთს დარჩა მხოლოდ მე-13. დავუბომბეთ ვაილბერისი, რომელიც გამოიწვევს ეკონომიკის ძალიან ძლიერ ჩამოშლას და ამას მიყვება ბანკი, კი, საბანკო სისტემა მიყვება ამას ყველაფერს. და შემდეგი უნდა ყოფილიყო ის, რომ აი ეს მე-3 პუნქტი, რომელიც ფედოროვს არაცადეს, რუსეთს დღეს დაბომბილი რო კონდეს ის პუნქტები გამშვები, საიდანაც ბალისტიკას უშვებს, ერთადერთი რასაც უკრაინა ვერ ერევა, ეს ბალისტიკა, რასაც ვერ იჭერს და რაც ბომბავს მოსახლეობას, რაც ბომბავს საცხოვრებელ სახლებს, ესეც რო უკვე აღმოფხვრილი იყოს, რუსეთი მართლა ბევრად უფრო იძულებულ მდგომარეობაში იქნებოდა. აი ეს 40 დღე ჩავთვალეთ, რომ ჩაიშალა და გაიწელა თუ რა. არა, იცი რა არის? ტირიმის იზოლაცია საბოლოო და საერთოდ ეგეთი თარიღების დათქმის წინააღმდეგი ვარ და არ მომწონს რა. აი 40 დღეში დავამარცხებთ იქ ნახევარ წელიწადში დროშას აღვმართავთ კრემლში. არ არის. მოდი ჩავთვალოთ, რომ ეს იყო პიარისკენ კამპანია, კი, და მაგ პიარ კამპანია ბევრად უფრო ძლიერი იქნებოდა ფედოროვის, რომ გაიგრძელებინა მუშაობა. საზოგადო მე არ ვარ მომხრე, რომ თუნდაც პიარისთვის აი ესეთი თარიღების ჩამოკიდებას რასაც ეძახიან, ხო ხტები? იმიტომ რომ ომი არის ადამიანის საქმიანობაში, თუ საქმიანობას ვეთქვით, დავარქმევთ, ხო? ადამიანების მიერ გამოგონილ საქმიანობათაგან ყველაზე უფრო წინასწარ განუჭრეტელი ამბავი.
არავინ არ იცის ხვალ რა იქნება. კი, სამხედროები გეგმავენ, იგეგმებიან და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც შეიძლება ძალიან გრძელვადიან ასე ვთქვათ, პერსპექტივაში შენ ივარაუდო, რომ აი იქ 3 წელიწადში, 5 წელიწადში ნამდვილად რუსეთი დაეცემა, მაგრამ 40 დღეში და 6 თვეში ეგეთი განცხადებების გაკეთება ცოტა სახიფათოა რა. იმიტომ რომ აბა ერთი წამი წარმოიდგინე, ახლა ცოტა ესეთ გადახვევას ვაკეთებ, შეიძლება ლირიოს, მაგრამ ჩინელებმა რუსებს მიაწოდეს რაღაც, რაც უკრაინულ დრონების გაუნებელყოფას აკეთებს ძალიან სწრაფად. ვთქვათ, შეიძლება ჩინელებმა მოიგონონ რაღაცა, ეგეთი და მიცენ რუსებს, რომელიც რატო არა? არა, რატო არა? აი ახლა ჩინეთის რაღაცები გამოგონებები როგორი უვარგისია, ეგერ ირანში გამოჩნდა და არა. მე ვამბობ, ეს შეიძლება მოხდეს რა. თეორიულად ხო, მაგრამ პრაქტიკულად ამის გამორიცხვა არ შეიძლება. ისევე როგორც თეორიულად შეიძლება მოხდეს, და მოხდა კიდეც, უბრალოდ სხვა მასშტაბში შეიძლება, უცებ ჩრდილოეთ კორეამ იქ 10,000 კაცის მაგივრად მილიონი კაცი გამოგზავნოს ფრონტზე. შეიძლება მოხდეს. ეს კი. ხო. ასე რომ ესე 40 დღეში და ესა და ესე არ არის სწორი. მით უმეტეს რომ რაღა მაინც დრონებს დავეტაკე, სწორედ დრონები ძალიან ეფექტურად მუშაობს უკრაინული. რასაც ვერ ვიტყვით მაგალითად იმ ფლამინგოებზე, რომელსაც ძალიან დიდი რაოდენობით რუსები ყრიან, აგდებენ. რომელიც ძალიან გაპიარებული და გარეკლამებული იყო და ეფექტი დიდი ვერ. ძალიან დიდი რა, ხო, ესე იგი ბოლო ეს სამარაში სამიზნეს სწორად იყო შერჩეული ერთ-ერთი სამეცნიერო ტექნიკური გაერთიანება, აი პაჩტოვი იაშიკებს რო ეძახიან, სადაც ფაქტიურად მზადდება რაკეტები, რუსული რაკეტები და კომპონენტები მსგავსი ტექნიკისათვის, იქ იყო გაშვებული დაახლოებით 10 ფლამინგო და მიზანს ერთმა მიაღწია. თუ დრონებში ეს კარგი მაჩვენებელია დრონებთან მიმართებაში, ხო, იმიტომ რომ დრონი ძალიან იაფი რამ არის და მისი მთავარი დანიშნულებაა, რომ იქ რაღაცა მასიურობა, ხო. ხო, 5,000-იან დრონზე მტერს დაახარჯინო იქ მილიონიანი რაკეტა მის ჩამოგდებაზე რა. ანუ ბალანსი ძალიან საშენოთ მოქმედებს. მე რა რომ ჩამოგიგდეს სამაგიეროდ, ხარჯი არის იქ 1000 ჯერ მეტი რა, მოწინააღმდეგე მხარისათვის. რაკეტებზე უკვე ეგეთ რამეს ვერ იტყვია რა. რაკეტებზე უკვე როდესაც რაკეტ საწინააღმდეგო თავდაცვა გაიარა მარტო ერთმა რაკეტამ მათიდან, ეგ არის დაბალი შედეგი. ეგ არ არის კარგი შედეგი რა. ამიტომ ანუ რაღაცა ისე გამოდის, რომ ეს რაკეტა რუსულ თავდაცვის სისტემაზე მორგებულია და არა ისეთი, რომ მაგ თავდაცვის სისტემას ანგრევდეს ან რამეს უშვებოდეს. ხო, ეხლა მე არ მინდა სამხედრო ექსპერტიზაში გადავეშო აქ ეხლა ჩვენს ეთერში, მაგრამ თუ ვისაც გინახავთ ფლამინგო, ვიდეო, ხო? ეს არის საკმაოდ დიდი ობიექტი. ანუ რადიო ლოკაციას კარგად შეუძლია ის დააფიქსიროს, ძალიან დიდი კვალი აქვს გამონაბოლქვის გულისხმობ და სითბური რაკეტები შეიძლება მისი განადგურება, ფრთოსანი რაკეტები, რასაც წარმოადგენს ფლამინგო, ისედაც დიდი სიჩქარით არ მოძრაობენ. თვითმფრინავის ეს არის ფაქტიურად უპილოტო თვითმფრინავები. ვინც არ იცის ფრთოსან რაკეტებს, რასაც ეძახიან. ეს სინამდვილეში ჩათვალეთ, რომ თვითმფრინავია, რომელშიც პილოტი არ ზის და რომელიც გაძეძგილი არის ასაფეთქებელი ნივთიერებით, რომ მოხდეს რაღაცას და ააფეთქოს. ამიტომ ჩემი აზრით აი ეს ნაკლებად უნდა იყოს ბრავადა. ძალიან დიდ პატივს ემა იმ კაცს, რომელიც დანიაში ამზადებს აი ამ ფლამინგოებს და რაღაცებს, მაგრამ ძალიან ბაქიბუქობს რა. გაგვარია ბრონშტეინი კი არა, რაღაც ეგეთი გვარი გვაქვს. ხო.
ვინც არის აი ამ ხო ვერ ამ ვიხსენებ ახლა გვარს კი. ხო ხო ებრაული გვარი აქვს კი, რაღაც და ებრაული კი თუ გერმანული რა. ბრონშტეინი თუ ბრონშტეინი ხო ძალიან ბაქიბუქობს რა კი ლამაზად მეტყველებს და ასე ვთქვათ რაღაცნაირ იმას გაძლევს სტიმულს რო ისე მაგრამ არ არის საჭირო რა გამოდის რომ რაღაცა კი არ გამოიგონა ახალი ისეთი რაც ახალი სიტყვაა ზოგადად ანუ გამოიგონა ის რაც ისედაც არა არსებობდა არა რის არა ოპერაციაზე არა არა ისწრიე არანაირი რომელიც ახალი უკვე სიტყვა რუსეთს არ არის აქვს არა ხო არა ეს არის მე ვინც ყურადღებით აკვირდება არის ამაზე უკვე ინფორმაცია გამოვიდა ეს არის ბრიტანული და ფრანგული პროექტები თავის დროზე ზოგი ბრიტანულია ზოგი ფრანგული პროექტები რომელიც ამ ქვეყნებში ნუ შეიარაღებაზე არ დააყენეს იმიტომ კი არა რომ ცუდი ან რაღაცა ნუ იქ ხო არის კომისიები და ნაკლები რაღაცა ხო კონკრეტმა აჯობა რა ასე სავარაუდოდ ნაკლები ეფექტურობის გამოც არ ნუ დააყენეს შეიძლება არ ვიცი ახლა ესა თან ეფექტურობა თავის დროზე როცა ეს პროექტები დგებოდა შეიძლება ძალიანაც ეფექტური იყო მაგრამ უნდა გავითვალის ეს არ არის გუშინდელი და გუშინწინდელი პროექტები ეს არის მრავალი წლის წინანდელი საპროექტო მოცემულობები რა რის საფუძველზე კეთდება დღეს ეს ფლამინგოები ამიტომ მაგრამ ეგეც არაფერი იმ გაგებით რომ ომია და შეცდომებზე სწავლა უწევს ყველას მათ შორის უკრაინელებსაც არა რა თქმა უნდა პირველ რიგში და დარწმუნებული ვარ შეცდომებზე სწავლა ერთია და კორუმპირებული ტიპების მიერ შენი გამარჯვებების საფუძველზე კიდე ცოტა ეს სხვა ორი რაღაცა რაღაცა ეს ორი რაღაცა უნდა იმას აქვთ ხო ერთი არის ხო ცოტა შეცდომებზე სწავლა რაც თავის თავად დროს გაკარგვინებს ხواسია რა ნუ მაგრამ ეს არის ბუნებრივი პროცესი დასაშვები კი ჩვეულებრივ ეს ბუნებრივი პროცესი არის ომის დროს შენ სწავლობ შენი მოწინააღმდეგეც სწავლობს იმიტომ რომ ამ ახალ რეალობას წინასწარ არავინ არ იყო ამ ახალი რეალობისთვის მომზადებული ხო პროფესიონალი სამხედროები პირველ რიგში ვინც ჯარი უნდა წაიყვანოს წინ ბრძოლაში ამიტომ ყველას რუსებსაც უკრაინელებსაც უწევს სწავლა არა უკრაინელებს უნდა კონდეთ ის კოზირი რომ მათი სამხედრო წარმოება მათი სამხედრო ხელმძღვანელობა არის გაცილებით ეფექტური ვიდრე რუსების იმიტომ რომ ეს ასე თუ არ მოხდა მაშინ წააგებენ უბრალოდ სიმრავლით აჯობებენ რუსები ეხლა რა ბოლო უკრაინელები თუ 600 დღეში რაღაც 600 დრონს დაშტამპავენ ისინი დაშტამპავენ 1000 დრონს პირობითად ვამბობ რა თუ ორივე მხარე არაკომპეტენტური სამხედრო ხელმძღვანელობა და კორუმპირებული სახელმწიფო აპარატი იქნება რუსები აჯობებენ მაშინ არა მე ახლა ომის წაგების არ მჯერა მე ერთადერთი ანუ ყველაზე ცუდი ის მოხდება რომ რაღაცა პერიოდი გააჩერებენ ომს და ოკუპირებული ტერიტორიები კიდე ცოტა ხანი კიდე იარსებებს კიდევ ერთხელ ვამბობ ეგ არ არის მთავარი ომს ჩვენ კარგად ხედავთ რომ რუსეთი არ აჩერებს ომს ეს დაივიწყეთ ეს არის გამორიცხული ამბავი რა პუტინს სანამ პირში სული უდგას ეგ ამ ომს არ გააჩერებს ეს არის სანამ რუსეთში არ დაიწყება ბუნტი ანუ სანამ რუსები არ იგრძნობენ საკუთარ ტყავზე ნელ-ნელა გრძნობენ უკვე ნელ-ნელა გრძნობენ ჩვენ მაგრამ აი ეს კრიტიკული წერტილი ჯერ გადალახული არ არის კრიტიკული წერტილი გადაილახება როცა გამოცხადდება პირველი საყოველთაო მობილიზაცია როცა უკვე მოსკოვიდან და პეტერბურგიდანაც წაიყვანენ ჯარში ახალგაზრდებს და მეორე როდესაც უბრალოდ პრობლემა შეიქმნება საჭმლის და ასე შემდეგ როდესაც 90-იანი წლები მოსანატრი გახდება იმიტომ რომ 90-იან წლებში ეს შემდეგ წელს იმიტომ რომ წელს მოსავალს ვერ იღებენ და ახალს ვესწრისავენ იმიტომ რომ ბენზინი არ აქვს და რაღაცები არ აქვს ახალს ვერ თესავენ არა მოსავალი აიღეს მაგრამ ვერ ყიდიან მოსავალი აიღეს მაგრამ უпроსოდ მოსავალი არის მაგრამ ნაწილს ვერ იღებენ და რაც აიღეს ის კიდე ვერ გავა ვერ ყიდით კი ხო
და ძალიან გამწარებული არიან ორმაგად თუ სამაგად, იმიტომ რომ მოსავალი თავისთავად კარგი აქვთ. ანუ სცენარი კარგად გამოიზარდა რა, ხორბალი და ბევრია. მაგრამ ამან დაარტყა. პლუს საბანკო კრიზისი და ასე შემდეგ. აი ეს არის გულსატკენი, რომ აი ეს მომენტები, რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ აქეთ უკრაინულ მხარეს, ხო? აი რუსეთს უხანგრძლივებს აი ამ კი, ეს არის პროცესი. ხო, უხანგრძლივებს ამ მდგომარეობას. ყოველი არაეფექტურად ნასროლი რაკეტა ჩვენი მხრიდან, უკრაინელების მხრიდან, ყოველი მოპარული დოლარი ჯარისთვის. არასწორად გადაყენებული ყოველი გადაწყვეტილება რაღაცა ბიუროკრატიული, რომელიც აყოვნებს ოპერატიულ რაღაც ოპერატიულ ქმედებას ფრონტზე, ხო? აი თქვათ ერთი საფეხური ან ორი საფეხური იქ რაღაცა ბიუროკრატიული. აი ეს ყველაფერი უნდა იქნას ამოყრილი. და სამწუხაროდ მე ამას ვიტყვი, მე სხვაგანაც ვამბობ, ამისი არ აქ ვიცი რომ შეიძლება შემოხტენ იმის, რა ქვია, როგორ ბედაო ჩვენ ზელენსკიზე ესეთ რაღაცეებს, ხა. მე ჯვარი არ მაქვს ზელენსკიზე რა დაწერილი, მე ძალიან ვაფასებ მის თავდადებას და ყველაფერს, მაგრამ როგორ ჩანს ის აი ამ ნაწილში ვერ არის რა მაგარი. ვერ ხედავს ის რამდენად აყოვნებს მისი ქვეყნის წინსვლას და წარმატებას აი ეს მომენტები. მე მგონია რომ სიმართლე რო გითხრა ძალიან არ მიყვირს. იცი რატო არ მიყვირს? იმიტომ რომ სამწუხაროდ უკრაინულ საზოგადოებაში ამომამდე იყო ეს რო იტყვიან ფავით თხემამდე იყო კორუფციული მდგენელით გაჟღენთილი საზოგადოება სამწუხაროდ. და საერთოდ ბევრი უკრაინელი პოლიტიკისთვის პუტინი იყო როულ მოდელი და ზელენსკისთვისაც თავში რაღაც მომენტში როცა დაიწყო. ხო, გაგიკვირდებათ და რატო იყო როლ მოდელი, იცი? იმიტომ რომ გაგიკვირდებათ და 2014 წლამდე მოდი სიტუაცია, მოდი ესე იმას ვქნათ, ხო, ვილაპარაკოთ მაიდანამდე რა. სამწუხაროდ მერეც. ცოტა მერეც, მაგრამ 2014-მდე ძალიან კაფიოთ ჩანდა ეს ამბავი. ეს უკრაინაში კორუფციის ხასიათი იყო გაცილებით უფრო დიდი ვიდრე რუსეთში და ასე ვთქვათ ჩვეულებრივი რიგითი ადამიანებისთვის რუსული კორუფცია უფრო მომხიბლავი იყო, ანუ მისი მასშტაბი, მე რუსულ კორუფციის მასშტაბზე ვამბობ რა. რიგით ადამიანთა მიმართებაში ელისო აბსოლუტურ მასშტაბზე კი არა, პერ კაპიტა. ანუ ასეთი რაღაცა, იქ მარტო პუტინი იპარავს და ჩვენთან ყველა იპარავს და ამიტომ შეიძლება მარტო პუტინი არა მარტო. იქ რუსეთში პუტინმა შექმნა სისტემა, რომელიც ძალიან წააგავს, მაგალითად, აი შუა აზიურ რესპუბლიკებში რო არის, ხო, აზიურ ქვეყნებში კორუმპირებული სისტემა. რაც გულისხმობს, რომ შენ ერთხელ იხდი რიგითი ადამიანი. შენ გეუბნებიან, რომ აი ეს საკითხი რომ მოგიგვარდეს, შენ ეს ერთხელ აი ამდენი უნდა გადაიხადო. და შენ ამდენს რომ გადაიხდი, საკითხი გიგვარდება. ანუ შემდეგ ვერტიკალში ეს შენი გადახდილი ფული რაღაცნაირად ნაწილდება, ისე რა თქმა უნდა, შენ არავინ არ გაბარებს ამის ანგარიშს, მაგრამ შენ, ესე იგი, თუ როგორც მომსახურების სფერო შევხედავთ ამას, ხო? მეორე და მესამედ გადასახდელი არ აქვს. აბა რა, და უკრაინაში შენ ერთხელ რო იხდიდი, არანაირი გარანტია არ ქონდა. აბსოლუტურად არ ქონდა გარანტირებული, რომ მეორედ, მესამედ კი არა, მე-10-ით არ მოგიწევდა რა, გადახდა. და თან მარტო ერთ ჩინოვნიკთან კი არა და ბევრ ჩინოვნიკ შეიძლება მოსამართლემდე მისულიყო, იქ მისულიყო, აქ. ანუ რაღაცა ერთი საკითხის გადასაწყვეტად გჭირდებოდა ძალიან ბევრი. დემოკრატიული კორუფცია. ხო. და რუსეთში კიდე იყო აი ესეთი ტოტალიტარული კორუფცია, როდესაც ხო, ერთი ფანჯრის პრინციპი დავარქვათ რა, ერთგან გადაიხადე და всё, შენი საქმე გამოვიდა რა. გეუბნებიან, ამდენია გადასახდელი, ამდენს იხდი და საქმე იმაშება, რა ქვია, მიდის წინ. ასეთ მდგომარეობაში ვართ დღეს და ასეთ მდგომარეობაშია ჩვენი ომი რუსეთთან.
ნუ ალბათ ახლა მიუხედავად იმისა, რომ ვიჭედებით და იწელება, მაინც მოვიგებთ ჩვენ ამ ომს საბოლოო ჯამში. ოღონდ თარიღები არ ვიცით, რა თქმა უნდა. რა თქმა მიუხედავად უნდა. იმისა, რომ ასე რთულად მიდის ყველაფერი, რუსეთი შავ ზღვაში უკვე აღარ არის და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს კი, შავი რა თქმა ზღვისპირა უნდა. ქვეყნებისთვის. ჩვენ ხო არ ვამბობთ, რომ ამ ის რაზეც ვილაპარაკეთ, რომ ამან დააქცია ქვეყანა. არ დააქცია, არა, მაგრამ არა, არა, არა. მის წინსვლას ძალიან აფერხებს. ჩვენ ყველას გვინდა, მათ შორის აქ საქართველოში განსაკუთრებით შესაძლოა გვინდოდეს, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ ჩვენი არამხოლოდ სახელმწიფოებრიობა ჩამოიშალა მთლიანად საქართველოს გულისხმობ, არამედ ისეთი გამოწვევების წინაშე დავდექით, რომელი გამოწვევების წინაშეც ეს ქვეყანა არ იდგა საუკუნეების მანძილზე. მე გულისხმობ ეთნიკურ ჩანაცვლებას და ეთნოციდს და ასე შემდეგ. აი ჩვენ თვალწინ მიდის ეთნიკური ქართველი ჩანაცვლების ხდება პროცესი, უმცირესობა. რომელიც კი. ბატონო, ასე თუ გაგრძელდა, ამას არ დაჭირდება ძალიან დიდი დრო. ყველაზე დიდი 10 წელი, ყველაზე დიდი, შეიძლება უფრო მალეც. მოხდეს ისე რომ ჩვენ აღმოჩნდეთ საქართველოში უმცირესობა და მე ვის უნდა მოთხოვო ან აფხაზეთი ვის უნდა მოთხოვო ან ის რა ვის რა უნდა მოთხოვო ხო ხდები აქ მაპატიეთ ამ გამოთქმაზე და გვებლატავებიან ვიღაცები რა ჩამო თესლებულები კი, რუსი გვებლატავებ. კი ბატონო. რუსი და მე სხვაც დაიწყებს რომ დაინახავს რომ ერთს გაზდის. უმცირესობა ხარ სხვა ნუ გონია რომ სხვა არ კი, სხვა არ ამოიღებს მას. ჩვენ მაინც მოვიგებთ ამ ომს. ძალიან გვიჭირს, მაგრამ მოვიგებთ ამ ომს. კარგი, ლევან, მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. ძალიან პესიმისტური დასასრული ხომ არ გამოგვივიდა შემთხვევით. არა, იცი რა არის ამ გრუზინებმა ცოტა იმას ქნან რა. ცოტა შემოლაწუნება უნდა. ზელენსკიზე აი ეს თვალები მოიწმინდონ ცოტა და სათვალეები გაიწმინდონ ორ თქლისგან. ხო რა. ხო, ახლა ჩვენ საქართველოსზე რა არ უნდა გვეთქვა ის რა ვთქვი? ნუ, ხო. რა. სასიხარულოდ გვაქვს საქმე საქართველოში, მე მგონი არა გვაქვს სასიხარულოდ საქმე. კარგი. მადლობა. აი, წავედი. შევხვდებით. კარგად.